შემდეგ შონე და დარტყმა შეიძლება აქედან საფრთხო მომენტი 1-0. ბრავო. დუშან ტადიჩი წინვალე გოლი გაიტანა აიაქსმა. დამუშავებული კომბინაცია. სხვა რამ რთულია უწოდო ამ ყველაფერს იმდენად ზუსტად და დამუშავებაც არის და დამუშავებაც. პატარა ბავშვები გაუყო ჰერენვენის დაცვას ამსტერდამელები. ახეთ რა იყოს. მარტო. ის სამი მცველი. კარგით, გაიხსნა ანგარიში, ვნახოთ ამსტერდამელები ალბათ გააგრძელებენ ასეთ თამაშს. დაწოლას პირველ ტაიმში როგორ უყვარს 2 გოლის გატანა და შვიდად საქმის დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა აიაქსს ეს კარგად მოგვეხსენება. ჰერენვენიც წინ წავარა, დასაკარგი არაფერი აქვს ხომ და აბატონო პირველი მცდელობაც შეიძლება შორიდან დარტყმაც ვიხილოთ, არა? შარსის გადაცემა საჯარიმოში არ ვარგო და შარსი ექს ეინთხოვენელია შეგახსენებ ძალიან კარგი ფეხბურთელი ახლა კი შეიძლება დარტყმა 1-1 სტრაფადვე ბრავო ესეთი სტარტი ძალიან კარგი აი ამას ვარაუდობდით ზუსტად ლამერსი გოლის ავტორი წინვალე პასუხი 14 წუთში გოლები გაცვალეს გუნდებმა ძალიან კარგად მიიღო და ძალიან მაგრად დაარტყა შორეულ კუთხეში. შანსი კონდა. ვერაფერს სუც სიმარტივეში რა გადაგიმოვო ვერ ვხედავ. იყოს. ასი მარტივი. ნახე რა გამოსაკეთებს. მიიღო ბურთი. დადიჩმა ისევ ზიეთში გაუყოლა. გასწრებით დარტყმა და 2-1 შესანიშნავია. აიაქსი უკვე წინ არის. დუბლი დუშან ტადიჩისგან. 3 დარტყმა და 3-ვე გოლი. ასეთია მონაგარი. აი ამ 16 წუთის განმავლობაში. აი ეს გადაცემა ბლინდმა გააკეთა, მან დაიწყო ეს პასი იყო ბლინდის. წინვალე გადაცემა. ტადიჩმა შემოიტანა ერთი შეხებით ბურთი, შემდეგ ზიეჩს დაუტოვა, გაუყოლა ზიეჩმა და შეასრულა შემდეგ დუშან ტადიჩმა. დუბლი. ნახოთ, ჰერენვენი ამჯერად რით უპასუხებს. მარტივი აღარ იქნება ნამდვილად ამის გაკეთება. აბა მეკარე სად არის? აი სად არის? საოცრად თამაშობს გოლკიპერი ჰანი დავაანონს ეს რომ ძალიან ბევრს სოდავს გოლის ავტორი გახლავთ მატიას დელიქტი. რა გააკეთა ხანმა? კიდე ერთხელ. მესამე გოლს შუქნის მიმდინარე სეზონში აიაქვს. საოცრებია. სად გამოვიდა? რა საჭირო იყო აქ საერთოდ? არც ახტათა. ბლინდს ძალიან მარტივად აუარეს გვერდი, ლამერსი დარტყმა და შესანიშნავი გოლი კიდევ ერთი. ბრავო ლამერს, ძალიან მაგარი ფეხბურთელი. აი ხა მითხარი, მალენს არ ჯობია ეს. როგორ არ ჯობია? ბლინდს რა უქნა საერთოდ ეს უნდა ვნახოთ განმეორებით, აი როგორ წამოვიდა ეს შეტევა ნახეთ. ბლინდი. ერთი მოტრიალებით საერთოდ დატოვა იქ სადაც. მერე ხედავს ყველაფერს კარგად აფასებს. 3-2 და წყნარად დაარტყა და გაიტანა. ზუსტი და აბა კონტრშეტევა რა მაგარი პასია და აი ამაზე ვსაუბრობ. ვამბერგენი 3-3 ვამბერგენი. აი ესეთი ჰერენვენი. გაათანა ბრა ჰერენვენმა ანგარიში. 56 წუთზე 3-3. დააბრუნდა კონტრშეტევებს ამსტერდამის აიაქსი. აი ესე მარტივად უმკლავდებიან შემტევები მცველებს კონტრიერიშების დროს. აქ სინგრავენი გაბიტურდა. მანამდე მთელი გუნდით იყო წინ წასული აიაქსი. ნახეთ რა უქნა სინგრავენს. ვამპრუმ ვერცერთ შემთხვევაში ვერ გადაარჩინა აიაქსი. 3-3 ძალიან მაგარი თამაშია უკვე და წინ რამდენი თვის ხაში. როგორც იქნა. მოიტანეს. ამსტერდამელებმა ზიეჩი, ჯარიმა არ არის. დელიქტის გადაცემა წინ. არა ზუსტი. კარგია ძალიან მაზრაუი, შესანიშნავი შეტევა. დუშან ტადიჩი, ბევრი არიან ამსტერდამელები საჯარიმოში და ტადიჩის პასი არ ვარგა.
ფრენკი დე იონგი. გრძელდება, შეტევა, ჩაწოდება ჰუნტელარი, უნდა დაარტყას ჰუნტელარმა და 4-3 კლასიან ჰუნტელარმა გაიტანა მეოთხე გოლი. მაინც უგებს აიაქსი. გამოვიდა და პირველი შეხებით გაიტანა. თავის საყვარელ სტადიონზე, თავის საყვარელი გუნდის მაისურით. აი ვინ დასვა წერტილი დღევანდელ შეხვედრაში. აქ უკვე აიაქსი არაფერს აღადათმობს. მე ასე მგონია. ნახოთ. კლასიან ჰუნტელარი. ცივსისხლიანი იყო. ნახე, რამდენი შანსი იყო რომ არ გასულიყო ეს გოლი. და სად გაუძურა შეფენი მომრ ჩამოვიდა. ჯერჯობით არ ჩქარობს ამას ერენმენის პერი. და 4-4. რა თამაშია, ნახე. გადაარჩინა ეს მატჩი. პიერია გოლის ავტორი. 4-4. საოცარი შეხვედრა. ისიც მაგარი იყო, ამან გადაუჯოკრა ყველაფერი. შეხედეთ რა ხდება აიაქსის არონ ინტერის სახეზე ყველაფერი წერია. შტაბის სახეებზე რა ხდება. 91 წუთზე ჰერენოენმა გაუტანა მეოთხე გოლი აიაქსს და გაათანაბრა ანგარიში. განმეორებით ეს ეპიზოდი. ხო, აქ ერთობლივი ძალებით გააკეთეს ეს ყველაფერი სტუმრებმა განმეორებით კიდევ ერთხელ არა აქ მეკარის დადანაშაულება ალბათ არ იქნება სწორი, რადგანაც ძალიან სწრაფად განვითარდა იქ მოვლენები, ვერ აიყვანეს გოლის ავტორი და